სალამი, მოგესალმებით ყველას. დღეს გვექნება ესეთი რაღაცა. აი ეს არის Lost Wave Dilemma Quest. ეს მოდი დამივარდა. ესე კიბეებზე დამივარდა და რამოდენიმე რიგი ესე გადახდა. ქვევით ანუ ერთი რიგიდან მეორე რიგში ჩახდა, მეორედან მესამე რიგში ჩახდა. შუშა გაუწყდა ბაგს. თვითონ მოდი მუშაობს. ანუ პლატა მუშაობს უპრობლემოდ. ხმარებაც თავისუფლად შეიძლება, მაგრამ აი ეგ ერთი მაგნიტი ამოვარდნილი აქვს, იმიტომ რომ ამოწყდა. ახლა უფრო ახლოდან გაჩვენებთ რა მოუვიდა. და მინდა დავშალო. და თუ შესაძლებელი იქნება ეს მაგნიტი უკან დავაბრუნო. ხა პრინციპში ხმარება შეიძლება, პრობლემა არ აქვს. ეს კი არ მძურება ეს თავსახური თავისით და რაღაც. მაგრამ აი ეს ახლა ესე გავაკეთოთ ყანყალებს რა. ხა ზოგიერთი მოდის თავსახური ახალი ყანყალებს ეს. მაგრამ მე არ მინდა რომ ესე იყოს. და შევეცდები რომ შევაკეთო. თუ არ გამოვა შეკეთება და რას ვიზოთ. გადავიდეთ ახლა მაგიდას. ოთ აკუმულატორები. ხო, აი რა მოუვიდა. უფრო დაწვრილებით რომ ვნახოთ. აფოკუს გავასწორებ. ყოველ შემთხვევაში შევეცდები რომ გავასწორო. აი ესეთი რაღაცა მოუვიდა. აი ამას ხო ხედავთ. ეს გაიბზარა მოტეხილია უბრალოდ ზის არ ამოვარდა. მეორე მხარეს აქაც ესე გაიბზარა, მოწყდა. ეს პატარა ნაწილი ჩამოწყდა და აი აქ იჯდა ეს მაგნიტი, ესეთი მაგნიტი. და ამოვარდა, მაგნიტი კი ვიპოვე, მაგნიტი. და ესეც ვიპოვე. აი ეს პატარა ნაწილი პლასმასის და მაგნიტი. და შევეცდები ახლა რომ ეს პატარა ნაწილი თუ იქნება შესაძლებლობა ჩავაწეპო ეს პატარა ნაწილი რო ჩავაწეპო და აი ეს დანარჩენიც გადახილი რაც არის ამასაც ჩავაწებებ, იმიტომ რომ ეს გაბზარული არ ამგონია მე, ეს უფრო გადახილია უბრალოდ არ ამოვარდა. და ამგესაც ჩავაწებებ. ხო, მოდი დავშალოთ ახლა ეს ჩვენ და ნახოთ რა პრობლემები აქვს. დაშლა პრინციპში აქედან შეიძლება დავშალოთ და ეს ისედაც ამოვარდება, მაგრამ მაინც მინდა რომ შიგნით ჩავიხედოთ. შიგნით ჩავიხედოთ, მიზეზი გვაქვს. ასე რომ გამოვიყენოთ ეს მიზეზი და ჩავიხედოთ რა არის მოჩი. პლატაც დავათვალიეროთ როგორი პლატა აქვს. და მაინტერესებს დაშლით ადვილად იშლება თუ არა. დაშლის დროს ბუშტება თუ არა. და ესე შემდეგ. ესენი ჩავყაროთ აქ, რომ არ დაგვეკარგოს. ესე. სამივე ერთი ზომის არის სიგრძეში.
ეს მნიშვნელოვანია. იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია სხვადასხვა ზომა იყოს და გავაფუჭოთ მერე აწყობისას რაღაცეები. ამიტომ მაგას უნდა დავუკვირდეთ. აი, ქვედა მაგალითად უფრო გრძელია. ქვედები უფრო გრძელია. ამას დავიმახსოვრებთ და მერე აწყობისას ყველას თავის ადგილზე მოვაცავსებთ. აქ არის სხვა. ხო, ეს თავსახურიც მაინტერესებს, რომ დავშალო. და აი ეს თავსახური. მინდა დავშალო ეს მოხსნა და მაინტერესებს როგორ ზის შიგნითის. შენივრად არის ახლა, არაფერი პრობლემა არ აქვს, მაგრამ მაინც მაინტერესებს რა და გავაკეთოთ. რადგან შლით და ვნახულობთ. ნახოთ ბარემ ყველაფერი. როგორია. ეს გვერდითა ორივე ერთად იგივე ზომა. აქეთ ამხარეს, კი, აქეთ ამხარესაც აქვს. აქ ხდება ნახრიდია და ვინდი არ არის? არა, უბრალოდ ნახრიდია. ვინდი არც უნდა იყოს. მაგრამ აქ მე მგონი რომ არის. მინდის ადგილი და მინდის ზის თუმცა სიგრძე რამხელა აქვს არ ვიცი აქ ეცეთი დამკვირდება ეს ამაგისო ფრჩხილები არ მაქვს ესეც იგივე ზომა. რომ შევხედო რა ხდება აქ. ესე. ზუსტად აი ამ დების ქვევით რაც არის პლასმასი, ის პლასმასი ამოწყდა. აი ესენი იჭერს, ესე იგი აი ამას. და ეს ამოწყდა და ეხა ეს ზევით როგორ ამოვა. ეს რაღაცა პლასმასი მოდულა კიდე. ეს ეს უბრალოდ ტრიალებს რა. აი რა შეასაქმე ეს რომელიც ჩატყდა შიგნით ხო? ამაში ტრიალებს ამას და ის აი ხო დავიჭირი აქეთ მხრიდან და დატრიალდა მაგრამ აი ძალიან არ მომწონს რაც ხდება აქ აი სულ ჩამტრაგულია პლასმასებში და სულ დალეწილია ეს პლასმასები და ეს ძალიან არ მომეწონა არ ვიცი შევძლებ თუ არა საერთოდ ამის აღდგენას ესეთი დალეწილი პლასმასის აღდგენას ამბობენ ჩინური წებოები საოცრებას ახდენსო დავნახოთ ეს მოტყდა გერგეიბზე რომ მოტყდა ესენი ანუ აი ესე მარტივად ამოდის ახლა მე იმიტომ ვიწვალე რომ ესენი ჩატეხილები იყო მაგრამ ჩატეხილები როგორი ჩაშლილია მთლიანად როგორ გაჩვენოთ აი
ესეთი ჩაშლილია მთლიანად. და შეგვიძლია იმის ამოღება. ეს ამოვიღეთ შიგნიდან. ესეთი სიბინძური გვაქვს. იბატონო. ღილაკები. შვენივრად აზის. ნახოთ აბა რეზინები თუ აქვს, რეზინები არ აქვს. რეზინები არ აქვს, ამიტომაც შესაძლოა რომ ირეხინოს. აი ესე გვაქვს ეს. რეზინები აქვს ამას აქ. იმედია აქ მაინც აქვს გასწორებული. ფოკუსი. ეს უნდა მოვიხსნა, ეს უნდა გავაკეთო რა. დავინახო ფოკუსი ზის თუ არა. აი ესეთი რაღაცა. და შეგვიძლია მოვხსნათ ესე. ესე. ეს ღილაკები რო არ დავკარგოთ. ამოვიღოთ და შევინახოთ. ესე. და აი ესია ეს. ბატონო. ზევიდან ადევს აი ეს შუშა. მოდი დავშალოთ ესეც. დავშალოთ ესეც. და ნახოთ დაშლა აწყობა თუ არის შესაძლებელი ისე რომ არ დაზიანდეს. და ეს პლასმასები არ დატყდეს და უკან ყველა ვინტი ჩავიდეს და ესე შემდეგ. ნახოთ ამ ვინტების სიგრძეები რომ მე აწყობის დროს რაღაცა არ გაგვიფუშდეს. დავწმუნდეთ რომ 4-ვე ერთი ზომა, ან თუ არ არის ერთი და იგივე ზომა, მაშინ გავითვალისწინოთ. ეს 3 ერთი და იგივე ზომაა და ეს მე-4-ის ერთი და იგივე ზომაა. ანუ ეს 4-ვე ვინტი ერთი და იგივე ზომაა. და ესე იწევა აქედან. მაგრამ მე ხარ ჩვენ გვინდა ქვევიდან ამის მოხსნა. ისე უნდა შევიცვალო სათვალე თორე ამაში მე ვერ ხედავ. მონიტორში და ისე ვერ ხედავ. აქ უბრალოდ ზის. აქ არაფერზე არ არის ჩახრახნილი? არა. პირდაპირ ზის. ეს სალასკივივით აქვს. აქეთ ამ მხრიდან უკვე ეს აქვს. ვინტებზე ზის. და მოვხსნათ ახლა ეს ვინტებიც. ესე. ესე და ზამბარა ექნება რა თქმა უნდა ამ ხარს. ვნახოთ ესენი ამ სიგრძეები როგორი სიგრძის არის 4-ვე. მოდი ესე ამოვიღოთ. აქ რაღაცა იჭერს და რა არის ეს
არ ვიცი და საიდან არის ჩამაგრებული ამასაც ვერ ხედავ თუ ჩამაგრებული საერთოდ არ არის ეს არის პლასტიკი ეს არის ზევიდან და ეს პლასტიკი არ ძრება მაგრამ ესე როგორ ჩამაგრეს რა ძრება ეს დავამთავროთ ეს წოკეთებით შეიძლება ამის ძირი იყოს არა მგონია მაგრამ ნახოთ რა მაგრამ ნახოთ ეს არა მოვიდა ბოლომდე ეს ხა მე მაინტერესებს ეს კიდევ ერთი და იგივე ზომის არის კი ერთი და იგივეა ზუსტად ძალიან კარგი ესე იგი ესეთი მიტი ყველა ერთი და იგივე ზომის არის ესე იგი ეს თუ ამოვწიოთ ზევით ესე აქეთ ვეღარ გამოგვაქვს აქედან ვერ ხსნით პლომბასავით არის პლომბის მსგავსად არის ბატონო არც გვჭირდება ამ ეტაპს მაგრამ აქედან შეგვიძლია ნებისმიერ დროს ბაიკა ავხსნათ და ესე მოვაცროთ ეს დამატებით ფეხებზეა კიდე აქ ჩამჯდარი და მაინტერესებს როგორ ამოვა ეს ფეხები მოხსენი ეს ფეხები ან თითო ფეხზე ესე იდეაში ორზე უნდა ყოფილიყო თითო ფეხზე ესე და აქ არის ეკრანი დამაგრებული და ეს ეკრანი არის ჩამაგრებული ბატონო მაშინ ეს უნდა იჯდეს ორმაქვს სკოჩზე მასეც არის ამოვიღოთ ეს აქედან ეს ეკრანიც მოხსნათ ესეც ორმაქვს სკოჩზე უნდა იყოს ესე ბატონო და ეს ეკრანი აქ ზის როგორობა აჰა ესე და ესე გადასარევი ძალიან კარგად ოსის იმიტომ ამბობდი რომ კარგი პლატაა მეთქი კარგი პლატაა მეთქი იმიტომ ამბობდი მოკლედ გავასწორი ხო ფოკუსი აუ ხო დამტანჯა ამან არა გამისწორე რა ფოკუსი არ მისწორებს არაფერს აი გამისწორე ამას თუ ხედავთ აი ეს არის ჩიპი და ეს არის კონტროლერი რომელიც აკონტროლებს მთლიანად ყველაფერს twin-ია რა მოკლედ და აი ამ ემბლემას თუ ხედავთ და აი ამ წარწერას
ახლა ცლიანად ის არის დეტალური დასახელება, მაგრამ STM32. STM32 მეგობრებო არის Cortex-ის ჩიპი. Cortex-ის ჩიპი და არა Quest 2 ჩიპი. ანუ დაგვაბოლეს. Lost Wave-მა მოგვატყუა და გააკეთა ზუსტად იგივე ხრიკი, რაც გააკეთა ThinkWave-მა. Quest 2 ჩიპი, მაგრამ რეალურად ეს ჩიპი არ არის Quest 2. არც Quest-ია და არც Quest 2. ამას უდევს იგივე Cortex-ის ჩიპი. ეს ცუდი არ არის, ეს ძალიან კარგია. Cortex-ის ჩიპი როდევს. იმიტომ Cortex-ის ჩიპი ძალიან კარგია. Cortex-ის ჩიპები იდო Samsung-ის ტელეფონებში. Samsung Galaxy-ის ტელეფონებში პროცესორები იყო Cortex-ის ბაზაზე. კონტროლერები. მერე რომ მოხსნეს ეს Cortex-ის პროცესორები და სხვა პროცესორებზე რო გადავიდნენ, უკვე აი მაშინ იყო რომ Samsung-ის ტელეფონებზე ვთქვი რომ სანდო აღარ არის მეთქი. იმიტომ რომ ძალიან ჭედავდა და ცუდად მუშაობდა. სანამ Cortex-ზე მუშაობდა, ძალიან სანდო ტელეფონები იყო. არ არსებობდა რომ გაჭედილიყო. მოკლედ ძალიან კარგი. ამას რა ჯობია? ანუ ეს Lost Wave-ის Quest ვერსიები არის Cortex-ის ჩიპებზე ყველა. რაც არის ჩვენთვის ძალიან კარგი, იმიტომ იყო რომ მე ძალიან მომეწონა ეს პლატა, ძალიან კარგი პლატაა. სულ ვიძახი, ხო? Quest 2 გამოვიდათ, კარგი ჩიპი გამოვიდათ. თუმცა Quest 2 კი არ არის, Cortex-ის არის. Cortex-ი ჩაუდიათ და ეძახი დაარქვეს Quest 2. ეშმაკურად გააკეთეს ძალიან, მაგრამ ჩვენთვის ეს მშვენიერია. ზუსტად იმიტომ იყო, რომ მაინტერესებდა ამის დაშლა. მაგის გულისთვის ახლა ამას რაც მოვიდა დაშლა არ ღირდა ამ მაგისთვის, ამისი, მაგრამ მაინტერესებდა ჩიპზე შეხედვა. ჩიპი რა ჩიპი ედოთ, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა ეს ჩიპი. ზუსტად იმიტომ დავშალე ის Tor Pro-ს, რომ ძალიან კარგი ჩიპი იყო, ძალიან კორექტულად მუშაობდა და მაინტერესებდა როგორ შეძლეს ჩინელებმა ესეთი კარგი ჩიპის გაკეთება და რომ დავშალე, იქაც დავიკითხე, რომ იგივე Cortex-ის კონტროლერია. კონტროლერი. მოკლედ, ეხლა რომ დავშალე, განახეთ ეს ყველაფერი, როგორია და რანაირია, ისეა თუ ასე განახეთ, როგორ შეიძლება, ეხლა ვხედავ, რომ აიწყობა ეს თავისუფლად პლასმასი ხარისხიანი აქვს, არა აქვს ეს ზოგიერთი პლასმასი რო არის ისეთი, რომ ვინც ვერ გადაუჭერდა, იფშნება და ტყდება. ეგეთი არ არის. ესეც აიწყობა, წებოს გავუკეთებ, წებოს წაусმევ და აიწყობა მშვენივრად. და რაც მთავარია, ჩვენ ვნახეთ, რისგან შედგება ეს ჩვენი Quest ჩიპი. Quest ჩიპი კი არა, ლაპტოპს. Quest ჩიპი კი არა, Cortex-ის ჩიპი აქვს. რა თქმა უნდა, კარგად იმუშავებს და აი ეს მომეწონა კიდე
ეკრანის display-ის შლეიფი რომ აი ესე ჯდება და პაიკით არ არის. ეს ძალიან კარგია და კარგი დიდი პლუსია, იმიტომ რომ შეიძლება ეკრანი გაფუჭდეს ხო ან სითხე ჩავიდეს შიგნით ან რაღაცა და გააფუჭოს რა. და მაგ შემთხვევაში ეს ეკრანები იყიდება. ეს ეკრანები AliExpress-ზე იყიდება ძალიან ბევრი, $1, $2 მეტი კი არ აქვს. შეგვიძლია თუ დაზიან და ვიყიდოთ და არც პაიკა დაჭირდება, იშლება ძალიან მარტივად, მოდი. და შეგვიძლია ესე გადავხსნათ, ჩავდოთ შლეიფის ბოლო, დავკეთოთ და მორჩა. სახეზე ჩრდილი დამეძა ასე შემდეგ. იმიტომ რომ მან გამეჭედა და უკვე დიდი ხანი გავიდა, როც ამის გადაღებას ვაკეთებ. და ეთქობა კამერა გადახურდა და აი ისევ აირია ფოკუსი. მოკლედ ესე არის ჩამოსმული ამ პლასტიკზე. მე მგონი რომ მოხსნათ ცოტა უნდა გავწიოთ გვერდებში. რა თქმა უნდა გაიღვნება. მაგრამ სხვა გზა არ არის. მე უკან შემოიღუნება. აი ეს. ეს ალბათ დაწეპებულია. ხო, დაწეპებულია. ეს ისე გადახურდა რომ ხო ეს კამერა ისე გადახურდა რომ უკვე იმას რა ქვია ფოკუსს ასწორებს კი არა ითიშება. მოკლედ მინდა უცებ დავამთავრ. შეგვიძლია ზოგი ეს ავაძროთ, აი აქ არის ხაწებოთი. მობილებში აქვს დასმული. და ნებისმიერ დრო შეგვიძლია ეს ავაცალოთ. რაც გვინდა ჩვენ ის გადავაკრათ. ზედაპირზე ჩავსვათ მე უკან. ესე ძალიან მარტივად გეთდება. გავუკეთოთ ეს ისინი რიტები და იქნება ეს არაძრება არასოდეს. რა კარგად არის. ძალიან კარგად არის გაკეთებული რა. იმიტომ ძალიან მომეწონა რა. ძალიან მომეწონა. ეს მოდელი მომეწონა ძალიან. კარგი მოდელი. ხო, მოკლედ დღეისათვის დავამთავროთ. დღეისათვის ეს იყო და ეს მეტი უკვე აღარ შემიძლია, ნუ ამ კამერას კი ვიხმაგ, მაგრამ ეს კამერა გადაიღალა. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო და გეშიდობებით მომავალ ვიდეომდე.